ყიდე ამ ტაშში ჩავანტურია ბუხანკა პური შიგ ჩავასხი 2 ლიტრი არაყი ამ ტაშში ჩავდგი აქა-იქა იმ ტბაში ჩავდგი და მე რო ძალიან მოეშივდა მივიდეს გედი და დაუწყო ჭამა რო დაუწყო დათვრა ორიდან დამალული იყო და უყურე და დაითვრა და მე 5-6 მეტრიან ჯოხზე შავაბი ბადე და ესე გადავაგდე და ზედ ჩენეცა ის მაღალიდან და გამოვწია დავიჭი. ხო და მე იქ ვერ გაუგე იმას მართალია ის მამალი გვერდზე ყვანდა, მაგრამ მე იმათი ბღარწები ვერსად ვერ ვნახე. არ გამრავლდნენ ეს. არ გამრავლდნენ. ისე ერთად იყვნენ იქ. ისე სულ ერთად იყვნენ. მე შტატი შემცირდა და მე გამომთავისუფლეს და ის სასავალ-დასავალი აღარ. იმ გედის არაფერი, ვიდრე მე იქ ვიყავ, გედიც ამყვანდა, გარეული ღორი, წყოხობი, ყურძღელი, სულ ყველაფერი. მე რახან იქიდან წამოველი, მე გადმოვიტანე ჩემს სახლში ეს სიყვარული და მიდავნიქელა საიქიოდან დაბრუნება გინებები დასტაული ის ამბავი რაც თქვენს ოჯახში მოხდა არ მარტო თქვენი სოფლის ჭანდრის ფარგლებს გასცა ჩვენამდეც კი მოაღწია და იმდენად დავინტერესდით რამდენად მართალია ყველაფერი ის რაც გავიგეთ ჩვენ ნამდვილად რომ მართალია ჩვენ ძალიან გვიკვირს ეს ამბავი თბილისიდან რო ჩამოიყვანეთ თბილისიდანაც რო ჩამოიყვანეს იქ დაბლა მეზობლებს არავის არ ეგონა თუ გადარჩებოდა მანქანაში ისე ჩაასვენეს აქაც რო ამოვიყვანეთ ხელით ავასვენეთ უკვე ლეიბით და მაინც რა მოხდა აი ვერ გეტყვით რა მოხდა როგორ მოხდა მე იმ პერიოდში იქ არ ვიყავი გრძნობა დაუკარგია თბილისში უკვე აზრი არ ქონდა არაფრის გრძნობა დაკარგა ისე ჩამოვიყვანეთ ისე ავიყვანეთ ძევი თუ უკვე სულ არაფერი არ ახსოვდა ექიმი მოიყვანეთ დაასკვნეს რომ რა ფაქტი თქვეს ექიმი არ მოგვიყვანია ჩვენ უკვე იმედი აღარ გქონდა არაფრის იქიდან რომ წამოყვეთ ჩვენ ვიფიქრეთ რომ ოჯახში დალიო სულიო თავის სახშიო ის პულსი არ ქონდა მაჯა არ ქონდა ხო გაცეი სულთლად ხელები სულთან მთელი სხეული გაყინული ქონდა შევიდე მაინტერესებს თვითონ ასეთ მდგომარეობაში რო იყავით რას გრძნობდით თუ გახსოვთ საერთოდ რამე იქიდან იმ შეგრძნებებიდან შეგრძნებიდან თითქოს მე ჩემ ბინაში კი არ ვიყავი, სხვაგან ვიყავი სადღაც სხვაგან, სხვის ბინაში. ვეკითხებოდი, სადა ვარ მეთქი ახლა. დავდახარ შენ სახლში ხარო. ვის ეკითხებოდით, გარშემომყოფებს თუ მაშინ უკვე გქონდათ მეტყველება, როცა ეკითხებოდით? კი. და იმ პერიოდში, როდესაც არ მეტყველებდით, თუ რო გამოიღვიძეთ, პირველი შეგრძნება ის გახსოვდათ რა იყო, სად იყავით რო? არაფერი, უბრალოდ მახსოვდა ის რომ მაშინ მე არ ვიყავ მე შენ ბინაში არ ვიყავ, ჩემ ადგილზე არ ვიყავ, ესეთი გზნობა მქონდა. სხვაგან იყავთ და დაბრუნდით, ესეთი გზნობა გქონდათ? იო. არ ხდება ნამდვილად ესეთი რამე რომ მკვდარი გადმოიტანეს მანქანიდან და ლეებზე დასვენებული ავიყვანეთ მაღლა ეს არაფერი არ ახსოვს თვითონ და მე რო დავიწყე ყვირილი იმის შემდეგ ამოიდგენა. ვისო მიქელა მას მომაღმერთ რომ გაცოცხლდი. რომ მოვიდა გონზე იმის შემდეგ მოითხოვა საჭმელი. საჭმელი რომ მოითხოვა მიუტანეთ ყველაფერს პურის დაიჭირა ხელში და მოკმეჩა პურის თვითონ. და იმდაირად იმდენივე ჭამა რასაც ადრე ჭამდა თუ გაცილებით მეტი ჭამა. ეს მერჯერზე იყო თუ შემდეგაც მეორე დღეს მეორე დღესაც მე ჩვენი მიცვალებულების სულებით ვნახე. როგორ არის? ხომ არაფერი უკის. მიცვალებული დაგესიზმრა და იმას ესაუბრებოდით და რას ეუბნებოდით ამის რას ეუბნებოდით? ქალს კი არ ვესაუბრებოდი ის ხო გასვენება იყო დიდი აგვარებელი ხალხი იყო ლაგოდეხის შედი ყვარლის რაიონი იქ იყო დიდი და ის წარმომიდგა მე რა ის
ამასაც ვეუბნებოდი რა ასეთი დიდი გასვენებდი რა მინახე მითქოს. ყურადღება, გასართობი პროგრამა გინდ დაიჯერეთ, გინდარა ამზადებს საახალწლო გადაცემას. დიახ, 1 იანვარს საშუალება გექნებათ შეხვდეთ თქვენი საყვარელი პროგრამის უჩვეულო გამოშვებას, ასე რომ რეკლამებისათვის მოგმართეთ ტელევიზიაში და დაგვირეკეთ ტელეფონზე 36 83 71, გიმეორებ ტელეფონის ნომერს 36 83 71. გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გურჯაანის ტელევიზია. ალბათ მივხვდით, რომ მე სწორედ იმ სიტყვებს ვიმეორებ, რომლითაც ყოველ საღამოს ხვდება გურჯაანის ტელევიზია თავის მაყურებელს. დიახ, ზუსტად 6 თვის წინ, 18 აპრილს დაიწყო ფუნქციონირება გურჯაანში ტელევიზიამ. ერთი პროფესიონალი ჟურნალისტის გარშემო შემოიკრიბა დამწყები ენთუზიასტები და დღეს გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ პროფესიულ დონეზე აწვდიან ინფორმაციას. ეს ახალგაზრდები თავიანთ რაიონის მშრომელებს ამ რაიონის ცხოვრებაზე, ჭირსა თუ ხინზე, წარმატებებსა თუ პრობლემებზე. სწორედ ისინი ამოგვიდგნენ ჩვენ მხარში ჩვენი პროგრამის მომზადებისას, რისთვისაც თავიდანვე მინდა მადლობა ვუთხრა. და მაინც როგორ მუშაობენ ისინი? გამარჯობათ. ეთერშია მუსიკალურ გასართობი პროგრამა ჭორმართალი. მოგესალმებით მისი მუდმივი და შეუცვლელი წამყვანები მანანა ნადაშვილი და ხათუნა ყვირალაშვილი. ჩვენი გადაცემა მე მინდა დავიწყო ერთი სენსაციური ამბით. სულ მალე თბილისელი ტელემაყურებელი გამოემშვიდობა მათთვის საყვარელი გადაცემის გინდ დაიჯერე გინდარას ავტორს დალი ფრიდონაშვილს, რადგან დალიმ გადაწყვიტა გურჯაანის ტელევიზიაში გააგრძელოს შემოქმედებითი მუშაობა. გინდ დაიჯერეთ გინდარა. მოგესალმებათ გურჯაანის ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციის ერთადერთი და უცვლელი პერსონალი დევი იმედა. ეხლა გაგიკვირდებათ კაცო, რატომ ამ ქვია იმედა? სად დევი და სად კიდე იმედა. მაგრამ ეს სახელი მე დამარხეს ჩემმა გურჯაანელმა პატარა მეგობრებმა. იმიტომ რომ ბავშვებს ერთადერთი იმედი აქვს, რომ საღამოს ტელეეკრანებთან რომ დასწრებიან, ვაჩვენებ საუკეთესო მუსიკას. გურჯაანში ჩამოსული არ შეიძლებოდა არ შევხვდროდი და არ გავცნობოდი თოჯინების თეატრის მსახიობს, ამ საოცრად ლამაზი თოჯინების ავტორსა და შემქმნელს და მომზადებელს ირაკლი ჩიკვაიძეს. სწორედ ამ თოჯინების სიყვარული აძლევს მას ძალას ყოველ დღე თელავიდან გურჯაანამდე იაროს ველოსიპედით. მართალია ეს რაც გავიგე? დიახ, მართალია. და რატომ ახდება თელავიდან აქ რატომ დაიწყო? საქმე იმაშია, რომ თელავში არ არის თოჯინების თეატრი. გურჯაანში არის და იმდენს ამოდი.
ძალიან გიყვართ ეს საქმე, რომ გადაწყვიტეთ არ შეგეცვალოს თქვენი პროფესია ან საქმე. ხო, რა თქმა უნდა, სიყვარული მაქვს ძალიან ძლიერი. როგორ მოხდა თავიდან როგორ დაიწყო? რამე გიყვანათ თოჯინებამდე? თოჯინებამდე მე მიყვანა საერთოდ ეს მარიონეტებია და ფოტოშურის მინდოდა რომ თელაში გამეკეთებინა მარიონეტების თეატრი, მაგრამ მოხდა ისე რომ ვერ მოვადი იქთან. და წამოვედი გურჯაანში და მარიონეტები შემაყვარა ბატონმა რეზო გაბრიაძე. როგორ მოხდა? მე საერთოდ მარიონეტებს არ ვიცოდი და საერთოდ ამ ხელოვნებიდან ძალიან დამთავრებული მაქვს ლენინგრადის კულტურის პროფკავშირების უმაღლესი სკოლა. კურსთა განმანათლებლობის ფაკულტეტი. ისეთი რაღაც გზა გაიარეთ თოჯინებამდე რომ ისულიყავთ ეს თქვენი პირდაპირი პროფესია. კი. ხო, და აი რამე მეყვანა მარიონეტებამდე. ბატონმა რეზო გაბრიაძემ ერთ-ერთ ჟურნალ დილაში გამოაქვეყნა თავისი ნახატი ხეჩვი. სადაც იყო ნაჩვენები, რომ ამძაფებით არის დამაგრებული ხელები, ამძაფები როგორ ხო, ну უბრალოდ ტექნიკა რა, რომელი გზათი რაც ამოწერა. ამის მერე გამიჩნდა სურვილი გავაკეთე სასტიკად, მე შევხვდი ბატონ რეზო გაბრიაძეს, იმანაც დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემით მიმევა და აი ესე მოვედი აქ. მე როგორც ვთქვი, ეს თოჯინები უკვე გარკვეულ რაღაც სპექტაკლის გმირები არიან. კი, რა თქმა უნდა, ეს სპექტაკლი თოჯინები გავაკეთე სპექტაკლისათვის საბრალდებო თქმა. ну ახლა არ ვიცი როგორ გამიმართლებს, ძალიან რთულია, ძალიან სერიოზული პიესაა, ძალიან მიყვარს მოდარდუნბაძე და ალბათ შეიძლება ამ სიყვარულმა მომართლდეს. დამდგმელი კი. რეჟისორის შემსრულებლად თუ გყავს სხვა მსახიობები? ამასაც გარკვეული ტექნიკა ჭირდება ხო თოჯინების ამოწყებაში? შემსრულებლად ალბათ დამეხმარებიან გურჯაანის თოჯინების თეატრის მსახიობები. შევასწავლე მათ მარიონეტის მასალას და ისინი დამეხმარებიან. თოჯინების თეატრის თოჯინებისათვის თვითონ თქვენვე ამზადებთ თოჯინებს თუ იქ უკვე სხვა მუშაობა? არა, თოჯინებს მე თვითონ ვაკეთებ. სახელმწიფო თეატრი. ხო, იმათვისაც მე ვაკეთებ თოჯინებს. ხატვარი დახატავს ერთის მომიტანს და ამესლის ნახების მე ვაკეთებ თოჯინებს. და რაც შეეხება ამ თოჯინებს, ამას არავის არ ესწრები არა, ჩემი გემოვნებით, ჩემი ხასიათით ამ ნაწარმოებში რა ხასიათია, რომლის რა ხასიათია ჩვენი მიხედვით. ჩანახატს რამის არ აკეთებ? არა, ჩემი ხატვარი. ხე არის დავუშვათ რაღაც და იმ ხიდან თქვენ ნელ-ნელა იკვეთება გარკვეული ხასიათი. ნელ-ნელა იკვეთება. უფრო რომ გამიაბილდეს ხანდახან ვაკეთებ ხოლმე პლასტილინით ხასიათს და ისე და მე იმ პლასტილინიდან უკვე გადამახს ხეზე. თუ არის აუცილებელი ხის შერჩევა, კონკრეტულად რა ხის გამზადება და ნებისმიერ ხისგან შეიძლება გამოითავოს? არა. ეს თოჯინები მზადდება საერთოდ ცაცხვი არის ძალიან რბილი, ადვილად დასამუშავებელი. და ადვილად გარაცხდება. კარგი თვისებებია თანხა. ფოტოშურის სუბუქიც არის. და ბატონმა რეზო გაბრიაძემ მასწავლა მე ეს რომ საცხვისაგან უნდა გამეკეთებინა თოჯინები. ინტერვიუს შემდეგ მიხვედით ბატონ რეზოსთან და უკვე ვთხოვეთ რომ შეესწავლებინა რაც გაზეთში რო წაიკითხეთ. კი, მივედი რეზოს უარი არ უთქე დიდი სიხარულით მიმოხდა. მე ძალიან დიდი მადლობა. შეგასწავლოთ აი ეს ხელოვნება. კი, ну როგორ შემასწავლა? ну რაღაც გზები მომცა ხო, რა თქმა უნდა. ანამდე კონდეთ რაიმე შეხება ქონდა თუ აი ეს პირველი ნაბიჯი იყო, როდესაც თქვენი წაიკითხეთ და უცებ დაინტერესდით. თუ რამეს აკეთებდით, გეტყობოდათ რომ ნიჭი ქონდათ უკვე ამაში. ჭამდებოდა მანამდე. ფოტოშურის ბავშვებიდან შეხებილობა მიყვარდა. მაგრამ თოჯინებთანაც მე არ მქონდა. მე უფრო მიტაცებდა ტექნიკა ეხლაც მიყვარს რა თქმა უნდა. თოჯინება უფრო თავი გამოიდეს სიყვარული და ამათ უფრო შემოყვარეს თავი. ამას ტანსაცმელს ვინ უკერავს? ხან დედა მეხმარება, ხან შეიძლება მე შეგერო. ისე თქვენი თოჯინებიდან ყავთ გამორჩეული, რომელიმე თუ უფრო ძალიან გიყვარს? ცოტა ძნელია მაგის თქმით, საერთოდ ხეზე მუშაობა ისეთია, თანახმად მასაც ირგება ძალიან ფაქიზი მუშაობა და ყველა თოჯინას აი რომელიც აქ არის